ჟიულ ვერნი დედამიწი დამთვარემდე 97 საათსა და 20 წუთში პირდაპირი გზით. პირველი თავი. საზარბაზნე კლუბი. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს მერილენდის შტატის მთავარ ქალაქ ბალტიმორში ძლიერ გავლენიანი კლუბი დაარსდა. ცნობილია რა ენერგიით გაიღვიძა მაშინ სამხედრო ინსტინქტმა ამერიკელებში. გემისმე პატრონეებსა, ვაჭრებსა და ხელოსნებში უბრალო სოვდაგრები ტოვებდნენ თავიანთ დახს და ყოველგვარი ვესტ-პოინტის სამხედრო სასწავლებლის დიპლომის გარეშე კაპიტნები, პოლკოვნიკები, გენერლები ხდებოდნენ. სულ მალე ისინი ძველი მატერიკიდან მოსული თავიანთი თანამოძმეების მსგავსად არ ზოგავდნენ არც ყუმბარებს, არც მილიონებს, არც ადამიანებს და რაც მთავარია, ომის ხელოვნებაში გამარჯვებაზე აღწევდნენ. საარტილერიო მეცნიერებაში, ბალისტიკაში ამერიკელებმა ყველას გასაოცრად, მაშინ ევროპელებსაც კი გაუსწრეს. ვერ ვიტყვით, რომ სროლის ტექნიკაში დიდ სრულყოფილებას მიაღწიეს, მაგრამ მათ შექმნეს ისეთი უჩვეულო ზომისა და გაბარიტის ზარბაზნები, რომლებიც საოცარ მანძილზე ისროდნენ. მცელავ, დაფენილ, ირიბ, სიგრძივ თუ ზურგიდან სროლაში ინგლისელებს, ფრანგებს და პრუსიელებს არაფერი აქვთ სასწავლი, მაგრამ მათი ქვემეხები, ჰაუბიცები და ნაღმტყორცნები ამერიკელების შესანიშნავი არტილერიის გვერდით მხოლოდ ჯიბის პისტოლეტებით თუ გამოიყურებიან. და ეს არცაა გასაოცარი, ვინაიდან იანკები, მსოფლიოს მექანიკოსები, ისევე არიან დაბადებით ინჟინრები, როგორც იტალიელები მუსიკოსები, ხოლო გერმანელები მეტაფიზიკოსები. ბუნებრივია, რომ მათ საარტილერიო მეცნიერებაშიც შეიტანეს თავიანთი წვლილი, საცქერლად საამო, მაგრამ საკერავ მანქანებზე უფრო ნაკლებად საჭირო მათმა გიგანტურმა ქვემეხებმა ყველას გაოცება გამოიწვია. ყველასთვის ცნობილია პაროტის, დილგრინის, როდმენის ცეცხლსასროლი იარაღი. მათ ევროპელ კოლეგებს, არმსტრონგს, პალიზერსა და ტრეი დე ბოლიეს სისხლად არჩენოდათ, რომ მოწიწებით დაეხარათ თავი ოკეანეს გაღმელი მეტოქეების წინაშე. ჩრდილოელებისა და სამხრეთელების სისხლისმღვრელი ომის დროს არტილერისტები განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ. შტატების გაზეთები ქებადიდებას ასხამდნენ მათ გამოგონებებს. ამ პერიოდისთვის ალბათ არ იყო არც ერთი წვრილი ვაჭარი, ან თუდაც გულუბრყვილო ბუბი, რომელიც დღედაღამ თავს არ იტეხდა რომელიმე გიჟური ტრაექტორიის გამოთვლაზე. თუ ერთ ამერიკას რაიმე აზრი დაებადება, ამ ხანაკს ეძებს, ვინც მის იდეას გაიზიარებს. თუ ისინი სამნი არიან, მაშინ ერთ-ერთს პრეზიდენტად ირჩევენ, ხოლო ორს მდივნად, 4-ნი ნიშნავენ არქივარიუსს და ბიუროც დაარსებულია. თუ 5-ნი არიან, მაშინ ასამბლეაც მზადაა და კლუბი ჩამოყალიბებულია. სწორედ ასე მოხდა ბალტიმორშიც. ის, ვინც მოიგონა ახალი ქვემეხი, პირველი შევიდა კავშირში იმასთან ერთად, ვინც პირველი დათანხმდა ქვემეხები ჩამოესხა და იმასთან, ვინც პირველად შეუდგა მის გაბურღვას. ასე შეიქმნა საზარბაზნე კლუბის პირველი ბირთვი. ერთი თვის შემდეგ კლუბში უკვე ირიცხებოდა 1833 ნამდვილი და 35365 წევრ-კორესპონდენტი. ყველას, ვისაც წევრად გახდომის სურვილი გააჩნდა, უყენებდნენ კონდიციო სინე კუა ნონ. მას გამოგონილი უნდა ჰქონოდა, ან ყოველ შემთხვევაში უნდა გაეუმჯობესებინა რაიმე ქვემეხი, უკიდურეს შემთხვევაში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა უნდა ითქვას, რომ 15-სასროლიანი რევოლვერების, ნახევრად ავტომატური კარაბინებისა და საბელ პისტოლეტების გამომგონებლები არც თუ ისე დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, არტილერისტები მათ ყველგან და ყოველთვის ჩრდილავდნენ. პატივი, რასაც ისინი იხვეჭენ, განაცხადა ერთხელ საზარბაზნე კლუბის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო განსწავლულმა ორატორმა. პირდაპირ პროპორციულია მათი ზარბაზნების მასისა და მანძილის კვადრატებისა, რასაც მათ მიერ ნასროლი ჭურვები გადიან. ცოტას არ გაწყდა ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი ადამიანის მთელ სულიერ ცხოვრებაზე გაავრცელეს. ადვილი წარმოსადგენია ამერიკული გამომგონებლების გაქანება საზარბაზნე კლუბის დაარსების შემდეგ. სამხედრო აღჭურვილობამ კოლოსალურ ზომებს მიაღწია, ხოლო ყუმბარები ნებადართულ მანძილებს გადასდა და ზოგჯერ ისინი სრულიად უწყინარ გამლელს ნაფლეთებად აქცევდა ხოლმე. ყველა ამ გამოგონებამ მალე შორს ჩამოიტოვა ჩვეულებრივი ზომის ევროპული სამხედრო იარაღები, აი ციფრებიც. უპირველეს ყოვლისა,
იმ ნეტარს ახსენებელ დროს 36 ფუტის მქონე ყუმბარა 3 მილის მანძილზე სპობდა 36 ცხენს და 68 კაცს. ეს იყო საარტილერიო ხელოვნების ყრმობის ხანა. მას შემდეგ ყუმბარები ბევრად გაუმჯობესდა, მაგალითად როდმენის ქვემეხს, რომლის ყუმბარაც 9 ტონას იწონიდა, თავისუფლად შეეძლო 7 მილის მანძილზე 150 ცხენისა და 300 კაცის განადგურება. საზარბაზნე კლუბში ბჭობდნენ კიდეც. გამოეცადათ ეს ქვემეხები, ოღონდ ეგ იყო, ცხენები კიდევაც რომ დათანხმებულიყვნენ, ადამიანებს შორის არავინ არ აღმოჩნდა ამ გამოცდის მსურველი. ყოველ შემთხვევაში ყველა ეს იარაღი სიკვდილს თესდა. ყოველი მათი გასროლისას მეომრები მოცელილი თავთავებივით სვიოდნენ, რასაც ოდავი ჩანდა ამისთან ყუმბარებთან შედარებით ის სახელგანთქმული ჭურვი, რომელმაც 1587 წელს კუტრასთან ბრძოლისას 25 კაცი მოკლა. ისიც 1758 წელს ცორნდორფთან ბრძოლისას მხოლოდ 40 ქვეითი რომ დახოცა და ბოლოს ავსტრიული ქვემეხები კესელდორფთან ყოველი გასროლისას 70 მოწინააღმდეგეს რომ ცელავდა, რაც წარმოადგენდა დღეისათვის ნაპოლეონის ქვემეხები, რომლებმაც იენის და აუსტერლიცის ბრძოლების ბედი გადაწყვიტა. ყოველივე ეს ახლა სასაცილო ჩანდა. გეტისბერგთან ბრძოლის დროს ხრახნიანი ქვემეხიდან გასროლილმა კონუსისებრმა ჭურმა ერთბაშად 170 სამხრეთელი მიაწვინა, ხოლო მდინარე პოტომაკზე გადასვლის დროს როდმენის ერთმა ყუმბარამ 215 სამხრეთელი გაისტუმრა საიქიოს. გავიხსენოთ საზარბაზნე კლუბის სახელგანთქმული წევრის და მუდმივი მდივნის ჯტ მასტონის გამოგონილი მორტირიც, რომლის გამოცდის დროს დაიღუპა 327 კაცი. მართალია ეს მსხვერპლი თვით მორტირის აფეთქებამ გამოიწვია, მაგრამ შედეგი მაინც შედეგია. კიდევ რა შეიძლება დავუმატოთ ამ სისხლიან ციფრებს? თითქმის აღარაფერი, ამიტომ ვერავინ შეედავება სტატისტიკოს პიტკერნის გამოანგარიშებას. არტილერიის მსხვერპლთა რიცხვის საზარბაზნე კლუბის წევრთა რიცხვზე გაყოფით, მან დაადგინა, რომ თითოეულ წევრზე საშუალოდ 2375 კაცზე მეტი მოკლული მოდიოდა. თუ ჩაუფიქრდებით ამ ციფრს, ნათელი გახდება, რომ მეცნიერთა საზოგადოების ერთადერთ საზრუნავს შეადგენდა ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა, თუნდაც ფილანტროპული მიზნით, საბრძოლო იარაღების სრულყოფის გზით. ამ იარაღებს კი ცივილიზაციის ინსტრუმენტებთან ათანაბრებდნენ. ეს იყო სიკვდილის ანგელოზების თავისებური კავშირი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხსენებული ანგელოზები ცხოვრებაში ერთობ კეთილზნისანი იყვნენ. აქვე უნდა დავუმატოთ, რომ იანკები ძლიერ მამაცი ადამიანები არ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ გამოთვლებით. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოეცადათ ყოველ თავიანთი ახალი გამოგონება. საზარბაზნე კლუბის წევრთა შორის იყო ყველა რანგის ოფიცერი, ლეიტენანტიდან დაწყებული გენერლით დამთავრებული, ყველა ასაკის სამხედრო, ახალწვეული და ამ საქმეს შებერებული ხალხი. უმრავლესობა ბრძოლის ველზე ტოვებდა სიცოცხლეს და კლუბის საპატიო წიგნში იწერებოდა, ხოლო დაბრუნებულთა უმრავლესობას მამაცობის უტყუარი კვალი ჩამოხვებოდა ხოლმე. რას არ ნახავდით კლუბში? ხის ფეხებს, რკინის კაუჭიან ხელოვნურ ხელებს, პლატინის ცხვირებს, ვერცხლის კეპებს და კაუჩუკის შუბლების მთელ კოლექციას. სტატისტიკოს პიტკერნის გამოთვლით, მთელ კლუბში ყოველ 4 კაცზე მხოლოდ 1 ხელი, ხოლო 6 კაცზე 2 ფეხი მოდიოდა. თუმცა მამაცი არტილერისტები ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევდნენ და ამაყობდნენ კიდეც, როცა გაზეთში ამოიკითხავდნენ, რომ ბრძოლის ველზე მოკლულთა და დაჭრილთა რიცხვი თითქმის 10 ჯერ აღემატებოდა გამოშვებულ ყუმბარებს. მაგრამ ერთ სევდიანსა და მოსაწყენ დღეს დაზავდნენ ისინი, ვინც ერთმანეთს ხოცავდა და ომის ხმაც ნელ-ნელა მიწყდა. ქვემეხები დადუმდნენ, ჰაუბიცები დიდი ხნით არსენალებში ჩაკეტეს, ყუმბარები კი პირამიდებად აღმართეს. სისხლიანი მოგონებები თანდათანობით დავიწყებას მიეცა. ადამიანთა ხორცითა და სისხლით უხვად გაპოხიერებულ მიწაზე დიდებული ბამბის პლანტაციები აღმოცენდა. ჭირის უფალთ შავი ტანსაცმელი გაუწვდათ, ტკივილები მიყუჩდა და საზარბაზნე კლუბის წევრებსაც საქმე გამოელიათ. მართალია რამდენიმე დაუცხრომელი გამომგონებელი მაინც არ ისვენებდა და აპროექტებდა უშველებელ ყუმბარებს, მაგრამ აბა რა აზრი ჰქონდა თეორიას პრაქტიკის გარეშე. საზარბაზნე კლუბის დარბაზები თანდათან დაცარიელდა, ფარეშები წინკარში ყვინთავდნენ, მაგიდებზე დახვევებულ გაზეთებს ობი მოჰკიდებოდა, ჩაბნელებული კუთხეებიდან კვნესანარევი ხრინვა ისმოდა. არც ისე დიდი ხნის წინათ ასე ხმაურიანი კლუბის წევრები ახლა მოწყენილობისგან თვლემდნენ და თან არტილერიის გამარჯვებაზე პლატონურად ოცნებობდნენ.
ლამის სასო წარმეკვეთოს დაიჩილა ერთ საღამოს მოსაწევ ოთახში მჯდომმა მამაცმა ტომ ჰანტერმა და პირდაპირ ბუხარს შეუკეთა თავისი ხის ფეხები. ვერც კი შეამჩნია, რომ ბოლოებს ცეცხლი ეკიდებოდა. რა უსაქმურობა, რა მოსაწყენი ცხოვრება, სადღაა ის დრო, ყოველდილით ქვემეხის გუგუნი რომ გვაღვიძებდა. გაქრა ის ბედნიერი დრო, უპასუხა ფიცხმა ბილსბიმ და ანგარიში მიუცემლად შეეცა და გაეშალა ხელები, რომლებიც საერთოდ არ ჰქონდა. აი ცხოვრება მაშინ იყო, გამოიგონებდი რაიმე ახალ ქვემეხს და სულ ახალ ჩამოსხმულს მიარბენინებდი მტერზე გამოსაცდელად. შემდეგ ბრუნდებოდი ბანაკში, სადაც შერმანი გამხნევებდა, მაკ კლელანიც ხელს გართმევდა. დღეს კი გენერლები დახლებს დაუბრუნდნენ და ყუმბარების მაგივრად უშვებენ ბამბის ბარდანებს. წმინდა ბარბარეს გეფიცებით არტილერიის მომავალი განწირულია ამერიკაში. მართალი ხარ ბილსბი, წამოიძახა პოლკოვნიკმა ბლემსბერიმ. რა საზიზღრობა არ რწმენის დაკარგვა, რატომ მივატოვეთ ჩვენი მშვიდი საქმიანობა, რატომ მივატოვეთ ბალტიმორი, რატომ შევისწავლეთ სამხედრო ხელოვნება, რატომ ჩავდიოდით ბრძოლის ველზე გმირობას, განა იმისთვის, რომ 2-3 წლის შემდეგ მთელი ჩვენი შრომა ნაცარტუდად ქსეულიყო. იჯექი ახლა უსაქმურად, ჩაიყავი ჯიბეებში ხელები და ყლაპე ბუზები. სიმართლე გითხრათ, მოხუც პოლკოვნიკს გაუჭირდებოდა თავისი სიტყვების შესრულება. ჯიბეები კი ჰქონდა, მაგრამ ხელებისა რა მოგახსენოთ, რაც არ ჰქონდა, რას ჩაიყოფდა. არავითარი ომიც არაა მოსალოდნელი, ამოიოხრა სახელგანთქმულმა ჯუტ მასტონმა და თან თავისი რკინის კაუჭიანი ხელით გუტაფისის კეფა მოიფხანა. ჰორიზონტიც უღრუბლოა. ამ დროს კი რამდენი რამ არის კიდევ გასაკეთებელი საარტილერიო მეცნიერებაში. ხო მართლა, ამ დილით დავამთავრე ახალი მორტირის ნახაზი, ჰორიზონტალური ჭრილით და სქემით. ამ იარაღმა შეიძლება ომის კანონები შეცვალოს. მართლა? ჩაეკითხა ტომ ჰანტერი. მან წამსვე წარმოიდგინა ფრიად პატივცემული ჯუტ მასტონის ახალი იარაღის გამოცდის სურათი. დიახ, უპასუხა მასტონმა. მაგრამ საკითხავია, რისი გულისთვის ვიმუშავე ამდენი, რისი გულისთვის ვიტეხე თავი ძნელ გამოთვლებზე. განატყუილად არ გავისარჯე? ისევ ატყობ ახალი ქვეყნიერების ხალხებმა ერთმანეთს მშვიდობიანი ცხოვრება აღუთქვეს. ჩვენი მებრძოლი ტრიბუნი კაცობრიობას მეტისმეტად საშინელ მომავალს უწინასწარმეტყველებს მოსახლეობის პირდაპირ დაუშვებელი სისწრაფით ზრდის გამო. მასტონ, თქვენ გავისყებათ, რომ ევროპაში ომები გრძელდება, შეახცენა პოლკოვნიკმა ბლემსბერიმ. იქ ჯერ კიდევ არ მეწყნარებულა ეროვნული შუღლი. მერე და რა? უნდა შევეცადოთ, იქ მაინც ვიღონოთ რამე, თუ კი ისინი ჩვენ სამსახურს მიიღებენ. როგორ გეკადრებათ? წამოიძახა ბილსბიმ. უცხოელების სასარგებლოდ ვიმუშაო ბალისტიკაში? ყოველ შემთხვევაში, უსაქმურობას მაინც ჯობია, განაცხადა პოლკოვნიკმა. რა საკვირველია ჯობია, დაეთანხმა მასტონი, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ აღირს. ვითომ რატომაო? გაუკვირდა პოლკოვნიკს. რატომ და იქაურები სამხედრო კარიერას სხვანაირად უყურებენ? მათ აზრადაც არ მოსდით, რომ შეიძლება ლეიტენანტობიდან არ დაიწყო და ისე გახდე მთავარსარდალი. თითქოს და არ შეიძლება იყო კარგი მემიზნე, თუ თვითონ არ ჩამოგისხამს სარბაზანი. ეს ხომ ნამდვილი სისულელია, შეაშველა ტომ პანტერმა, თან სანადიროდანით თავის სავარძლის სახელურს ჩლიგნიდა. ასე თუ გაგრძელდა, ისხა დაგვრჩენია თამბაქოს მოყვანას, ან ვეშაპის ქონის გამოხდას მივყოთ ხელი. როგორ? ხმამაღლა შესახა მასტონმა. ნუ თუ ისე უნდა დავბერდეთ და დავიხოცოთ, რომ ჩვენი სიცოცხლის უკანასკნელი წლები არ მიუძღვნათ უფრო სრულყოფილი ცეცხლსასროლი იარაღის შექმნას, ნუ თუ აღარასოდეს მოგვეცემა შემთხვევა გამოვცადოთ ჩვენი შორს მსროლელი ქვემეხები, ნუ თუ არასოდეს გაანათებს ზეცას ჩვენი ყუმბარების ბათქების ცეცხლი, ნუ თუ ისე აღარ დაიძაბება საერთაშორისო ვითარება, რომ ომი გამოუცხადოთ რომელიმე ოკეანის იქითა სახელმწიფოს, ნუ თუ ფრანგები ერთგემს მაინც აღარ ჩაძირავენ ჩვენსას, ნუ თუ ინგლისელები აღარ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს, თუნდაც მაგალითად არ ჩამოახშობენ ჩვენს 64-თანამე მამულეს. არა მასტონ, ამოიოხრა პოლკოვნიკმა ბლემსბერიმ. ნუ ღაელი ამ ბედნიერებას, არა აღარ მოხდება აღარც ერთი ინციდენტი და თუნდაც მოხდეს, ჩვენ ვეღარ შევძლებთ მის გამოყენებას. ნაციონალური სიამაყე შეერთებულ შტატებში დღითი დღე სუსტდება. სულ მალე ყველანი დიაცებად გადავიქცევით. დიახ, ჩვენ ხშირად ვიმცირებთ თავს, დაეთანხმა ბილსბი. უფრო მეტი სხვები გვამცირებენ, შეესიტყვა ტომ ჰანტერი. სრული სიმართლეა, უფრო ენერგიულად განაბრძო მასტონმა. ბრძოლისა და ომის ათასობით მიზეზი არსებობს, ომი კი მაინც არსად ჩანს.
ჩვენი ხელისუფლება უფრთხილდება ხალხის ხელფეხს, მათ კი არ იციან რაში გამოიყენონ ეს ხელფეხი. Რაღა შორს ვეძიოთ ომის საბაბი, განა ჩრდილოეთ ამერიკა უწინ ინგლისს არ ეკუთვნოდა? უდავოა, უპასუხა ტომ ჰანტერმა, თან გამალებით ურევდა თავის ყავარჯენს ბუხარში ნაკვერჩხალს. თუ ასეა, განაგრძო მასტონმა, მაშინ ახლა ინგლისი თვითონ რატომ არ უნდა ეკუთვნოდეს ამერიკას? ეს კი მართლაც სამართლიანია, სახე გაუნათდა პოლკოვნიკ ბლემსბერის. აბა მიდით და შესთავაზეთ ეს შტატების პრეზიდენტს, წამოიძახა მასტონმა, ნახეთ როგორ მიგიღებთ. ცუდად მიმიღებს, გამოსცდა ომის შემდეგ შერჩენილ 4 კბილში ბილსბიმ. პატიოსნებას გეფიცებით, კვლავ წამოიძახა მასტონმა, თუ მომავალ არჩევნებში კიდევ მივცე ხმა. ნურც ჩვენი იმედი ექნება, ერთხმად აღმოხდათ ომის ინვალიდებს. ხო და ასე, დაასკვნა მასტონმა, დასასრულს ამას ვიტყვი, თუ არ მომცემენ საშუალებას ჩემი ახალი მორტირი ნამდვილ ბრძოლაში გამოვცადო, მაშინ გამოვდივარ საზარბაზნე კლუბიდან და საერთოდ ვტოვებ ბალტიმორს. აქ ყოფნას მირჩევნია ცოცხლად დავიმარხო არკანზასის სავანებში. ჩვენს თქვენთანა ვართ, კვლავ ერთხმად უპასუხეს მამაც ჯიტო მასტონს სამხანაგებმა. ასეთი მდგომარეობა იყო კლუბში, მღელვარება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, კლუბს დაშლის ნამდვილი საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ იხსნა იგი აშკარა განადგურებისგან. ზემოთ მოყვანილი საუბრის მეორე დღეს კლუბის თითოეულმა წევრმა შემდეგი შინაარსის ბარათი მიიღო. ბალტიმორის 3 ოქტომბერი. საზარბაზნე კლუბის პრეზიდენტი აცნობებს ყველა თავის კოლეგას, რომ მიმდინარე თვის 5-ში გამოვა საზარბაზნე კლუბისთვის მეტად საინტერესო მოხსენებით. ამასთან დაკავშირებით იგი თხოვს კლუბის ყველა წევრს შეძლების დაგვარად გადასცონ თავიანთი საქმე და დაესწრონ კლუბის მორიგს სხდომას. გულითადი სალმით, თქვენი იმპი ბარბიკენი, საზარბაზნო კლუბის პრეზიდენტი. მეორე თავი, ბარბიკენის განაცხადი. 5 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე იუნიონ სკვერზე მდებარე ნომერ 21 სახლში ტევა არ იყო. კლუბის დარბაზებში აუარება ხალხი ირეოდა. ბალტიმორში მცხოვრებმა კლუბის ყველა წევრმა მოვალედ ჩათვალა თავი ამ მოწვევის შემდეგ კლუბში გამოცხადებულიყო. ბალტიმორში სამგზავრო მატარებლებს ათასობით წევრ კორესპონდენტი ჩამოყავდა. კლუბის უზარმაზარი სხდომათა დარბაზი ვერ იტევდა მოხვედრის მსურველებს. სწავლულებით აივსო დარბაზები და დერეფნები. უცხო პირთა უზარმაზარი ნაკადი კლუბის კარებში გაიჭედა. თითეული მათგანი ცდილობდა წინ წასულიყო, რათა მალე შეეტყო პრეზიდენტის ფრიად მნიშვნელოვანი განაცხადი. მოქალაქენი ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ჯიკავ-ჯიკავით მიიწევდნენ წინ. ენერგიულად და მოურიდებლად, როგორც ჩვევიათ თვითმმართველობის სულისკვეთებით აღზრდილ ადამიანებს. ამ საღამოს ბალტიმორში მოხვედრილი უცხოელიც კი ვერავით არის საზღაურით ვერ შეძლებდა საზარბაზნე კლუბის ცენტრალურ დარბაზში მოხვედრას. გარდა ნამდვილი წევრებისა და წევრ კორესპონდენტებისა, არავის არ ჰქონდა იქ დასწრების უფლება. ქალაქის წარჩინებულნი და ადგილობრივი ხელისუფალნიც კი იძულებულნი იყვნენ კლუბის ეზოში ბრბოში შერეულებს პირდაპირ ჰაერში დაეჭირათ ამბები, რომლებიც დროდადრო შენობის შიგნიდან აღწევდა. კლუბის უზარმაზარი დარბაზი საუცხოო სანახაობად ქცეულიყო. ეს ფართო ჰოლი შესანიშნავად ასრულებდა თავის დიდებულ დანიშნულებას. საუცხოო მხატვრული გემოვნებით თავმოყრილი კოლექცია უფრო დეკორაციული დანიშნულების შთაბეჭდილებას ქმნიდა, ვიდრე სასიკვდილო იარაღისას. შესანიშნავი ვიტრინის მიღმა საპატივცემულო ადგილზე თავს იწონებდა ზარბაზნის თეფშის ნამსხვრევი, დენთის გაზისგან ერთიანად დაჭეჭყილი, დაგრეხილი, ძვირფასი ნაშთი ჯონ მასტონის ყბადაღებული მორტირისა. დარბაზის სიღრმეში ფართო ფიცარნაგზე პრეზიდენტი წამოჭიმულიყო. გარს 4 მდივანი ეხვია. ზარბაზნის ზედად გარზე მოთავსებული მისი სავარძელი, რომელიც 32 დიუმიანი ლულის მქონე ქვემეხს ჰგავდა და 90 გრადუსიანი კუთხით იყო დადგმული, ისე იყო ჩამოკიდებული თანაურ ღერძებზე, რომ სიცხის დროს პრეზიდენტს ნამდვილად შეეძლო ეკანავა და გაგრილებულიყო. პრეზიდენტის მაგიდის მოვალეობას რკინის ფურცლის დიდი ნაჭერი ასრულებდა, რომელიც ოსტატურად იყო დამაგრებული 6 ძველებურ საზღვაო ზარბაზანზე. სამელნის მაგივრობას შესანიშნავად გამოჭრილი ხელყუმბარა სწევდა. პრეზიდენტის ზარი კი რევოლვერივით ისროდა, თუმცა გაცხარებული დისკუსიების დროს მისი წყარუნი ძლივს ფარავდა მგზნებარე არტილერისტთა ხმებს. პრეზიდიუმის წინ ციხის ანგრებივით ზიგზაგურად განლაგებულ მერხებზე კლუბის წევრები ისხდნენ. ამ საღამოს მთელი გარნიზონი მართლაც რომ მზად იყო საბრძოლველად. კლუბის ყველა წევრი შეკრებილიყო. ისინი კარგად იცნობდნენ თავის პრეზიდენტს. იგი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არ შეაწუხებდა მათ. 40 წლის იმპი ბარბიკენი, 7 გულგრილი, კუშტი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ქრონომეტრივით ზუსტი, ურყევი ხასიათით და რკინისებრი ნებისყოფით გამოირჩეოდა. მართალია დიდი რაინდული მიტრეკილებებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ უყვარდა თავგადასავლები და თავის პრაქტიკულ სულს ყველაზე სახიფათო წამოწყებაში ჩააქსოვდა ხოლმე. ის გახდათ ახალი ინგლისის ტიპიური წარმოადგენელი, ჩრდილოელი კოლონიზატორი, სტიუარტთა დინასტიის საბედისწერო მტრების გვალთავიანთა შთამომავალი, სამხრეთ შტატების ბატონთა ძველი ინგლისის ამყოფილი კავალერების დაუძინებელი მტერი. ერთი სიტყვით, თავით ფეხებამდე იანკი იყო. ხეტყის ვაჭრობით ბარბიკენმა აურაცხელი სიმდიდრე დააგროვა. ომმა რომ იფეთქა, იგი არტილერიის უფროსად დაინიშნა. სწორედ ამ პოსტზე გაითქვა სახელით, გამოგონებებითა და თავისი საოცრად გაბედული იდეებით. ეს გულადი ნოვატორი ყოველნაირად ხელს უწყობდა არტილერიის წინსვლას და უმაგალითო ფართო მასშტაბის ცდებს ატარებდა. ბარბიკენი საშუალო სიმაღლის, სავსებით სახსალამათი კაცი გახდათ, რაც ძალზე იშვიათი იყო საზარბაზნე კლუბში. მისი სახის მკვეთრი ნაკვთები თითქოს საგულდაგულოდ გამოეხაზათ გონიოთი და რეისფედერით. და თუკი როგორც იტყვიან, შესაძლებელია ადამიანის ხასიათის გამოცნობა პროფილით, მაშინ ბარბიკენის პროფილი უდაოდ მეტყველებდა პატრონის ენერგიაზე, გამბედაობასა და გულგრილობაზე. მართალია დარბაზში ერთი ორო მტრიალი იდგა, ისმოდა გაუთავებელი შეკითხვები, აზრთა გაცვლა, ზოგი კი ჯიქურ შესქეროდა პრეზიდენტს თვალებში და ამით ცდილობდა გამოეცნო მისი საიდუმლოება. მაგრამ ბარბიკენი არავითარ ყურადღებას აქცევდა გარშემო ახმაურებულ ხალხს. მშვიდი და აუღელვებელი სახე ჰქონდა. როგორც იქნა დარბაზში საათმა 8-ჯერ ჩამოჰკრა. უეცრად ბარბიკენი მთელი ტანით წამოიმართა. გეგონებოდათ ზამბარებმა აისხლიტესო. დარბაზი გაირინდა და ორატორმა საზეიმო კილოთი დაიწყო. პატივცემულო კოლეგებო, ჩვენ სამყაროს უსაშველოდ გაჭიანურებულ უნაყოფო მშვიდობას კარგახანია განწირული ყავს საზარბაზნე კლუბის წევრები უსაქმურობისთვის. რამდენიმე წლის დიდებული გამოცოცხლების შემდეგ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა ჩვენი საქმიანობა და შევჩერებული ყავით პროგრესის გზაზე. მე დღეს არ მეშინია ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ ჩვენთვის უკიდურესად საჭიროა ომი, ყველანაირი სახის ომი, რომელიც ხელში იარაღს აგვაღებინებს. დიახ, ომი აუცილებელია, ომი, წამოიძახა ანაზდად დაუდეგარმა ჯონ მასტონმა. მოусმინეთ, გაისმა ყოველი მხრიდან. თუმცაღა ომი უაზროა ახლანდელ ვითარებაში, განაგრძო ბარბიკენმა. როგორც არ უნდა სწყუროდეს იგი პატივცემულ ორატორს, რომელმაც ეს არის შემაწყვეტინა სიტყვა თავისი მგზნებარე წამოძახილით. კიდევ მრავალი წელი გაივლის, ვიდრე ჩვენი იარაღი საომარ ველზე დაიქუხებდეს. ამას უნდა შეურიგდეთ და სხვა გამოსავალი ვეძებოთ, ჩვენი შემოქმედებითი წყურვილის დასაუკებლად. კრება მიგრძნო, რომ პრეზიდენტს ახლა უნდა ეთქვა ყველაზე მთავარი, დარბაზის სმენად იქცა. აი უკვე რამდენიმე თვეა პატივცემულო კლუბის წევრებო, განაგრძობდა ბარბიკენი, რაც მე ჩემს თავს კითხვა დაუსვი. ნუ თუ არ შეგვიძლია ჩვენი სპეციალობის ფარგლებში თავი გამოვიჩინოთ მე-19 საუკუნის შესაფერი, ღირსახსოვარი საქმით და ხომ არ მოგცემს ბალისტიკის დიდი მიღწევები მისი წარმატებით განხორციელების საშუალებას. მე დიდხანს ვფიქრობდი, ვწვალობდი, ვანგარიშობდი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ შევძლებთ ერთი საქმის ხორცს შესხმას, რომელიც ყველა სხვა სახელმწიფოში განუხორციელებლად მოეჩვენებოდათ. ჩაფიქრებული წამოწყების პროექტი გამოთვლებით ამაქვს დამუშავებული. სწორედ ეს გახლავთ ჩემი მოხსენების თემაც. ეს საქმე თქვენი და საზარბაზნე კლუბის დიდებული წარსულის შესაფერისია და უეჭველია დიდაურზაურს გამოიწვევს მთელ სოფლიოში. დიდაურზაურს? იკითხა ვიღაცამ. დიახ, დიდაურზაურს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უპასუხა ბარბიკენმა. ნუ აწყვეტინებთ, გაისმა აქეთ იქიდან. პატივცემულო კოლეგებო, განაგრძო ბარბიკენმა, ახლა გთხოვთ მთელი ყურადღება მომაპყროთ. კრებას ნერვიულმა ჩურჩულმა გადაურბინა, ბარბიკენმა ცილინდრი შეისწორა და მშვიდი ხმით წარმოთქვა. ყველა თქვენგანს, რასაკვირველია, არაერთხელ უნახავს მთვარე. ყოველ შემთხვევაში, სმენია მასზე. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ღამის მნათობზე დავიწყე ლაპარაკი. ვინ იცის, იქნებ ჩვენ ჯერ კიდევ უნახავი სამყაროს კოლომბობა გვიწერია. გამიგონეთ, დამიჯერეთ და მე თქვენ გაგიძღვებით მთვარის დასაპყრობად. ჩვენ მის სახელს შევუერთებთ იმ 36 შტატს, შეერთებული შტატების უძლეველ სახელმწიფოს რომ ქმნიან. გაუმარჯოს მთვარეს, ერთხმად იღრიალეს საზარბაზნე კლუბის წევრებმა. მთვარე დაწვრილებითაა შესწავლილი, განაგრძობდა ბარბიკენი. უკვე კარგახანია, ზუსტადაა განსაზღვრული მისი მასა, სიმკვრივე, წონა, შედგენილობა, მოცულობა, მოძრაობა
დაშორება დედამიწიდან და საერთოდ მისი როლი მზის სისტემაში. მთვარის რუკა შედგენილია არანაკლები სიზუსტით, ვიდრე დედამიწისა. ფოტოგრაფია მოგცა მთვარის პეიზაჟთა შეუდარებელი სილამაზის ანაბეჭდები. ერთი სიტყვით, მთვარის შესახებ ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც კი შეიძლება გვცოდნოდა მათემატიკის, ასტრონომიის, ფიზიკისა და გეოლოგიის საშუალებით, მაგრამ დღემდე მაინც არ აგვაქვს პირდაპირი კავშირი მთვარესთან. ამ სიტყვებზე დარბაზში მყოფნი გაოცებისგან შეკრთნენ. ნება მიბოძეთ, განაგზოვდა ბარბიკენი. რამდენიმე სიტყვით მოვიხსენიოთ ის ფანტაზიორები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი წარმოდგენით მოგზაურობდნენ მთვარეზე და ამტკიცებდნენ, რომ თითქოს და შეიჭრნენ დედამიწის თანამგზავრის იდუმალი სამყაროს საიდუმლოებებში. მე-17 საუკუნეში ვინმე დევიდ ფაბრიციუსი ამოყობდა თითქოს საკუთარი თვალით ნახა მთვარის მცხოვრებნი 1659 წელს. ერთ-ერთმა ფრანგმა ჟან ბოდუენმა გამოსცა წიგნი ესპანელი ფათერაკების მაძიებელი დომენიკო გონსალესის მოგზაურობა მთვარეზე. თითქმის იმავე დროს სირანო დე ბერჟერაკმა აღწერა მთვარეზე ექსპედიცია თავის წიგნში, რომელსაც საფრანგეთში უდიდესი მოწონება ხვდა წილად. მოგვიანებით მეორე ფრანგმა უნდა ითქვას, რომ ფრანგები ფრიად დაინტერესებულნი არიან მთვარით, ცნობილმა ფონტენელმა დაწერა თავისი საუკუნის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წიგნი სამყაროს მრავალსახეობა, მაგრამ მეცნიერება წინ მიდის, უკანი ტოვებს თვითმწერლების ფანტაზიასაც. 1835 წელს გამოჩნდა საინტერესო ბროშურა. იგი ამოღებული იყო ჟურნალ New York American-დან. ბროშურაში მოთხრობილია, როგორ შექმნა გამოჩენილმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა კეთილი იმედის კონცხზე თავისი ექსპედიციის დროს ისეთი სრულყოფილი ტელესკოპი, თანაც შიდა განათებით, რომლის მეშვეობითაც შეეძლო მთვარის დანახვა 80 იარდის სიშორიდან. ჰერშელმა თითქოს ნათლად გაარჩია ბეჰემოთების საცხოვრებელი მღვიმეები მთვარეზე. იხილა ჭალების ოქროს ვარაყით გარშემოვლებული მწვანე მთები, სპილოს ძვლისფერი რქებიანი ცხვრები, თეთრი ძვლები და ადამიანის მსგავსი არსებები, ღამურასავით აპკიანი ფრთები რომ ჰქონდათ გამოსახული. ამერიკელი ლოკის მიერ დაწერილ ამ ბროშურას უდიდესი წარმატება ხვდა წილად, თუმცა ჩქარა გამოირკვა, რომ ეს იყო მეცნიერული მისტიფიკაცია და ფრანგებმა პირველებმა აიგდეს იგი მასხრად. როგორ ამერიკელებს დასცინეს, აღმოხდა მასტონს. აი ეს თქვენი კაზუს ბელი. კაზუს ბელი ნიშნავს ომის გამოცხადების მიზეზი. დამშვიდი ჩემო ღირსეულო მეგობარო, ფრანგები სანამ სხვებს დასცინებდნენ, თვითონ აღმოჩნდნენ გაბრიყვებულნი, რადგანაც თავდაპირველად დაუჯერეს ჩვენს თანამემამულეს. ამ მოკლე ისტორიული მიმოხილვის დასამთავრებლად მინდა დაუმატო, რომ ვინმე როტერდამელმა ჰანს ფალმა საჰაერო ბუშტი აავსო აზოტისგან განთავისუფლებული გაზით, რომელიც 37-ჯერ მსუბუქი აღმოჩნდა წყალბადზე. ავიდა ჰაერში და მე-19 დღეს მიაღწია მთვარეს. ეს მოგზაურობა ისევე, როგორც ყველა მისი წინამორბედი, რასაკვირველია, წარმოდგენითი გახლდათ, მაგრამ იგი შეთხზა ამერიკის ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა, ამერიკის თავისებურმა ფანტასტიკურმა ტალანტმა. მემხედველობაში მყავს ედგარ პო. დიდება ედგარ პოს აღმოხდა პრეზიდენტის სიტყვებით აღგზნებულ დარბაზს. ამით ვამთავრებ საუბარს ცდებზე, რომლებიც მხოლოდ მწერალთა თუ ჟურნალისტთა ფანტაზიამ შექმნა და დედამიწისა და მთვარის კავშირს არაფერს მატებს, მაგრამ უნდა დავამატო, რომ იყო სერიოზულ მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული მთვარეზე მიმოსვლის ცდებიც. ასე მაგალითად, ერთმა გერმანელმა მათემატიკოსმა რამდენიმე წლის წინათ შესთავაზა საზოგადოებას აღეჭურვათ სამეცნიერო ექსპედიცია ციმბირის ტრამალებში. იქ უკიდეგანო ვაკეებს შორის შესაძლებელი იქნებოდა რეფლექტორების დახმარებით გამოესახათ გიგანტური გეომეტრიული ფიგურები და თანაც იმდენად გამოკვეთილი და ნათელი, რომ შესამჩნევი ყოფილიყვნენ მთვარიდან და სხვათა შორის პითაგორას სამკუთხედი, რომელსაც უბრალო პითაგორას შარვალს უწოდებენ. ყოველმა მოაზროვნე არსებამ, ამტკიცებდა მათემატიკოსი, უნდა გაიგოს ამ ფიგურის მეცნიერული მნიშვნელობა. ამიტომ სელენიტები, თუ კი ისინი საერთოდ არსებობენ, გვიპასუხებენ მსგავსი ფიგურებით და მაშინ ადვილი იქნება ანბანის შედგენა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს კავშირი დაამყარონ მთვარის ბინადართან. ასე ამბობდა გერმანელი მათემატიკოსი, მაგრამ მისი პროექტი არ განხორციელებულა და დღემდე არავითარი კავშირი არ დამყარებულა მთვარესა და დედამიწას შორის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელების პრაქტიკული გენია დაამყარებს კავშირს ამ ციურ სხეულთან. არის საშუალება მივწვდეთ მთვარეს, საშუალება უბრალო, ადვილი, სარწმუნო, საიმედო და ამის შესახებ მინდა ახლავე გაცნობოთ.
ხალხი გამაყრუებელი ხმაურითა და აღტაცებული შეძახილებით ესალმებოდა ბარბიკენს. მსმენელები მოაჯადოვა ორატორის სიტყვებმა. უსმინეთ, გაჩუმდით, აჩუმებდნენ ერთმანეთს. მღელვარება რომ დაცხრა, ბარბიკენმა კიდევ უფრო საზეიმო კილოთი განაგრძო. თქვენთვის ცნობილია, რა მიღწევები მოიპოვა ბალისტიკამ უკანასკნელ წლებში. და აი აქედან გამომდინარე, მე დაუსვი კითხვა ჩემს თავს. შეიძლება თუ არა საკმარისი სიდიდისა და სათანადო ძალის მქონე იარაღიდან გაიშვა სყუმბარა მთვარეზე. ამ სიტყვებზე ათასობით ადამიანს ერთსულოვანი ოჰ აღმოხდა. წუთის სიჩუმე გამეფდა, მსგავსი იმ ღრმა სიჩუმისა, რომელიც წინ უსწრებს მეხის გავარდნას და მართლაც იმავ წუთს იკუხა მეხმა. გაისმა ისეთი მძლავრი შეძახილები, რომ უშველებელი დარბაზი შეზანზარდა. ბარბიკენი ცდილობდა სიტყვის გაგრძელებას, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ 10 წუთის შემდეგ შეძლო მიექცია მსმენელთა ყურადღება. მომეცით საშუალება დავამთავრო, გულგრილად განაგრძო მან. მე გაბედულად შეუდექი ამ ამოცანის გადაჭრას. ყოველმხრივ ავწონდავწონე და უდაო გამოთვლების საფუძველზე შემიძლია დავამტკიცო, რომ ჭურვი თუ მას წუთში 12,000 იარდის საწყისი სიჩქარა ექნება, ზუსტი დამიზნების შემთხვევაში უეჭველად უნდა მიფრინდეს მთვარემდე. მაშასე, ღირსეულო წევრებო, ნება მომეცით შემოგთავაზოთ ამ პატარა ცდის ჩატარება. ახლა კი გამოიწერე არხი, დააჭირე ზარს რომ შეტყობინება მიიღო, მოიწონე ვიდეო, დააკომენტარე, გააზიარე, კარგად იყავი.